გამოიყენებს თუ არა შეერთებული შტატები ქურთებს ირანის წინააღმდეგ თეირანთან საომავლოდ დაპირისპირებისთვის და მისთვის ახალი გამოწვევების შესაქმნელად. ეს დიდი ვეზირია, მე შოთა თხილიძე ვარ. გახსოვთ ალბათ, როდესაც კონფლიქტი დაიწყო 28 თებერვალს, სულ რამდენიმე დღეში დონალდ ტრამპი გამოვიდა და ერთგვარი პრეტენზიები გამოთქვა ერაყელი ქურთების მიმართ, გამომდინარე იქიდან, რომ მან ახსენა შეერთებულმა შტატებმა ერაყელ ქურთებს მისცეს საკმაოდ დიდი მოცულობების იარაღი, რათა შემდგომ მათ ეს იარაღი გამოეყენებინათ ირანის წინააღმდეგ, შეექმნათ გარკვეულწილად დესტაბილიზაციური სიტუაცია ირანის სასაზღვრო ზოლში, ან მაქსიმუმ გარკვეული ტერიტორიული ოკუპაცია მოეხდინათ ირანის ტერიტორიაზე, თუმცა ეს სცენარები არ განხორციელდა ქურთებმა ბოლო მომენტში უარი თქვეს აი ამ ქმედებაზე, ასევე გავრცელდა ინფორმაცია მაშინ, რომ თურქულმა დაზვერვამ ირანს მიაწოდა ამის შესახებ ინფორმაცია და ირანმა პრევენციული დარტყმები მიაყენა აი ამ ამბოხებულ, ესე ვთქვათ, ნახევრად პარტიზანულ, სეპარატისტულ მოძრაობას, ირანულ ქურთულ მოძრაობას, რომელიც იმყოფება ერაყის ქურთისტანში. ეს იყო დონალდ ტრამპისგან მრავალთაგან ერთ-ერთი წამოწდენა, რის მიხედვითაც ფართო საზოგადოება, მათ შორის დასავლურმა აუდიტორიამ, გაიგო, რომ რეალურად ახლო აღმოსავლეთში ქურთები გვევლინებიან შეერთებული შტატების ეგრეთ წოდებულ პროქსი ძალად, რომლის ინსტრუმენტალიზებას ვაშინგტონი ახდენს და რეალურად ქურთების ინტერესების მაღლა აყენებს საკუთარ გეოპოლიტიკურ რეგიონულ ინტერესებს, ამ შემთხვევაში ირანის შეკავების მიმართულებით. მაგრამ აქ უნდა დავსვათ მთავარი კითხვა, თუ რატომ არ შეასრულეს ერაყელმა ქურთებმა შეერთებული შტატების თხოვნა იქნებოდა ეს თუ მოთხოვნა და არ დაესხნენ თავს ირანს და არ გამოიწვიეს სასაზღვრო ზოლში დესტაბილიზაციური პროცესები. ამისათვის უნდა გავიგოთ, თუ რა არის ზოგადად ერაყის ქურთისტანი და რა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს ამ რეგიონში. ხშირად, როდესაც საუბრობენ ქურთებზე, ხშირად ის ერთიანი მოცემულობა წარმოუდგენიათ. გარდა იმისა, რომ თვითონ ეთნიკურად ქურთული მოსახლეობა გაფანტულია 4 მოსაზღვრე ქვეყანაში, ახლო აღმოსავლეთში, ეს იქნება ძირითადად თურქეთი, ერაყი, ირანი და ნაწილობრივ სირია. თვითონ ერაყის ქურთისტანშიც არის პოლიტიკური გაყოფა, პოლიტიკური კონფლიქტი ერაყელ ქურთებს შორის, რომელსაც აქვს საკმაოდ ღრმა ისტორია და ამ ეპიზოდში შევეხები ამ პროცესს. ჯერ კიდევ 1940-იან წლებში ირანის ტერიტორიაზე შეიქმნა ქურთისტანის დემოკრატიული პარტია, რომელიც შემდგომ გადავიდა ერაყის ტერიტორიაზე. 1950-იან წლებში, 1960-იან წლების დასაწყისში ამ პარტიაში გამოიკვეთა ორი ძირითადი მიმართულება, რომელსაც გამოხატავდა ორი ნახევრად ტრაიბალური ოჯახი, ეს იქნებოდა ბარზანების ოჯახი და იქნებოდა თალაბანების ოჯახი. პირველის ლიდერი იყო მოლა მუსტაფა ბარზანი და მეორეს იბრაჰიმ აჰმადი, რომელიც შემდგომ მისმა სიძემ გააგრძელა თალაბანების ოჯახმა. რა განსხვავება იყო ამ ორ ძირითად მიმართულებას შორის ამ შიგნით აი ქურთისტანის დემოკრატიულ პარტიაში? ბარზანების ოჯახი წარმოადგენდა უფრო კონსერვატიულ ტრაიბალურ მსოფლმხედველობას, რომელიც ეფუძნებოდა ქურთულ ნაციონალიზმს, ხოლო თალაბანების ოჯახი ეფუძნებოდა მემარცხენე ინტელექტუალიზმს, შედარებით პროგრესულ ხედვას ქურთებისთვის. 1960-იან წლებში მოხდა ეს იდეოლოგიური დაპირისპირება, მათ შორის საკმაოდ გამძაფრდა და საბოლოოდ 1975 წელს თალაბანების ოჯახი გამოეყო ქურთისტანის დემოკრატიულ პარტიას და შექმნეს დამოუკიდებელი პოლიტიკური მოძრაობა ქურთისტანის პატრიოტთა ერთობა და რეალურად ერაყის ქურთისტანში შეიქმნა ორი ერთმანეთის კონკურენტი პოლიტიკური ძალა, მანამდე არსებული ქურთისტანის დემოკრატიული პარტია ბარზანების ოჯახის ხელმძღვანელობით და ქურთისტანის პატრიოტთა ერთობა თალაბანების ოჯახის მეთაურობით. რეალურად აქედან იწყება ერაყში ქურთების პოლიტიკური და სამხედრო გაყოფა, რომელიც შემდგომ აწლეულებში მრავალგზის გამოვლინდა. პირველი მაგალითი ამის ის იყო, როდესაც 1980-იან წლებში მიმდინარეობდა ერაყ-ირანის ომი, მაშინ თალაბანების ოჯახი, კონკრეტულად ლიდერი ჯალალ თალაბანი დაუკავშირდა ირანულ მხარეს და მასთან მოკავშირეობით ცადა, რომ შემდგომში გარკვეული ტიპის დამოუკიდებლობის ხარისხი მიეღო ცენტრისგან, ბაღდადისგან, განსხვავებით ბარზანების ოჯახისა, რომელიც ამ შემთხვევაში ირანთან კომუნიკაციაზე არ გასულა. მეორე მნიშვნელოვანი დაპირისპირება ერაყის ქურთებს შორის მოხდა 1990-იან წლებში, რომელმაც წარმოქმნა რეალურად
ქურთული სამოქალაქო ომი ერაყის ტერიტორიაზე და რამ გამოიწვია ეს პროცესი? მოგეხსენებათ 1991 წელს მოხდა პირველი სპარსეთის ყურის ომი, როდესაც შეერთებულმა შტატებმა რეალურად დაამარცხა სადამ ჰუსეინის არმია ერაყში და შესაძლებლობა მისცა შეერთებულ შტატებს, რომ ერაყის ცაზე გამოეცხადებინა no-fly zone, ანუ ჩაეკეტა ერაყის ცა. ამ მოცემულობამ შესაძლებლობა მისცა და ერაყული არმიის მნიშვნელოვნად დასუსტება ამ სურათმა შესაძლებლობა მისცა ერაყელ ქურთებს, რომ ჩაეტარებინათ პირველი არჩევნები ერაყის ქურთულ ტერიტორიაზე და ამ არჩევნების შედეგად, პირველი არჩევნების შედეგად ხმები პრაქტიკულად თანაბრად გაიყო ქურთისტანის დემოკრატიულ პარტიასა და ქურთისტანის პატრიოტთა ერთობას შორის 50-50%-ზე და რეალურად ერაყის ქურთისტანში ჩამოყალიბდა დუოპოლია, ორმმართველიანობა, როდესაც ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა ვერ იღებდა სრულ ძალაუფლებას ხელში. ეს დუოპოლია გადაიზარდა დაპირისპირებაში, კონკრეტულად რესურსების, ფინანსების და ნავთობის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლების გაყოფასთან დაკავშირებით და ეს დაპირისპირება 1994 წელს გადაითარგმნა ქურთების სამოქალაქო დაპირისპირებაში და გაგრძელდა ეს დაპირისპირება 4 წლის განმავლობაში და დაახლოებით სხვადასხვა რიცხვებით 5-დან 8000-მდე ქურთის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის ამ სამოქალაქო ომის შედეგად რეალურად ერაყის ქურთისტანი არათუ პოლიტიკურად, არამედ ტერიტორიულადაც გაიყო და თქვენ ხედავთ რუხაზე, რომ მაგალითად ჩრდილოეთ ორ რეგიონს, ერბილისა და დოჰუკის რეგიონს აკონტროლებს ქურთისტანის დემოკრატიული პარტია, ბარზანევის, მასუდ ბარზანის ხელმძღვანელობით მაშინ, ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილს სულეიმანიას რეგიონს, დედაქალაქით სულეიმანია, აკონტროლებდა მაშინ ჯალალ თალაბანი და დღესაც მისი ვაჟები და ესე ვთქვათ, გამყოფი საზღვარიც კი არის რუკაზე თქვენ ხედავთ აი წითელ ხაზს აი ამ ერაყის ქურთისტანში. მოსახლეობის კუთხით უფრო მეტი წილი ცხოვრობს ჩრდილოეთში, ქალაქ ერბილსა და ქალაქ დოჰუკში დაახლოებით ეს 3 მილიონი ნახევარი ადამიანი, ხოლო სულეიმანიას რეგიონში 2 მილიონი ნახევრამდე ქურთი სახლობს. მნიშვნელოვანი აქ იყო ის, რომ აი ამ სამოქალაქო ომში მასუდ ბარზანმა, ბარზანების ოჯახმა მათ დაუძინებელ მტერს თხოვეს დახმარება, კონკრეტულად ცენტრს სადამ ჰუსეინს სულეიმანიას საწინააღმდეგოდ, ტრადიციულად თალაბანების ოჯახი სულეიმანიაში მხარდაჭერას თხოვდა ირანს და აი ამ მოვლენამ, ასე ვთქვათ, გამოიწვია გარკვეულწილად შეშფოთება ამერიკელებში, გამომდინარე იქიდან, რომ ერაყული არმია შევიდა ჩრდილოეთ ტერიტორიებზე, ქურთისტანის ტერიტორიებზე, ასე ვთქვათ, ბარზანების ოჯახის დასახმარებლად და ეს პროცესი ის რომ მაგალითად ბაღდადს სრული კონტროლი არ დაემყარებინა ქურთისტანის რეგიონებზე, შეერთებულ შტატებმა შეაჩერა ეს სამოქალაქო ომი ვაშინგტონის შეთანხმებით 1998 წელს. 2000-იან წლებში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ერაყელი ქურთებისთვის. პირველი ის, რომ როდესაც მოხდა ამერიკული ინტერვენცია ერაყში მეორეჯერ 2003 წელს და მოხდა ბაღდადის აღება და სადამ ჰუსეინის ხელისუფლების დამხობა, 2 წლის შემდგომ 2005 წელს შეიქმნა ახალი კონსტიტუცია, ერაყის ახალი კონსტიტუცია, რომელიც არის მე ერთ-ერთ დიდი ვეზირის ეპიზოდში აღწერე, ესეც არის ნახევრად სექტარიანული დაყოფა პოლიტიკური სისტემის, სადაც რელიგიური დენომინაციების მიხედვით არის და ეთნიკური დენომინაციის მიხედვით არის გაყოფილი პოლიტიკური ძალაუფლება. ამ ახალი კონსტიტუციით პირველი ქურთისტანის რეგიონი გამოცხადდა ფედერაციულ ერთეულად, ანუ ყველაზე მაღალი პოლიტიკური სტატუსი მიიღო ამ ტერიტორიულმა ერთეულმა მისი არსებობის ისტორიაში და ასევე ერაყის შიგნით, სახელმწიფოს შიგნით პრეზიდენტი, რომელიც ნახევრად სიმბოლურ როლს ატარებს ერაყის აი ამ ახალი კონსტიტუციის ფარგლებში, ყოველთვის იქნებოდა ქურთი. მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა 2009 წელს, როდესაც შეერთებული შტატები შეეცადა საკუთარი მოდერაციით შეერიგებინა ქურთისტანის რეგიონში დაპირისპირებული ორი პოლიტიკური ძალა, ქურთისტანის დემოკრატიული პარტია და ქურთისტანის პატრიოტთა ერთობა, თალაბანებისა და ბარზანების ოჯახი. თუმცა ეს შერიგება მოხდა ფორმალურად, გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკური დაპირისპირება ძირეულ საკითხზე ქურთისტანში დღემდე არსებობს და რაში გამოიხატება ეს დაპირისპირება?
გარდა ამ იდეოლოგიური და საგარეო ვექტორების განსხვავებულობისა, დროთა განმავლობაში, როდესაც ტარდებოდა არჩევნები ქურთისტანის რეგიონში, უპირატესობას ყოველთვის მოიპოვებდა ქურთისტანის დემოკრატიული პარტია, ცენტრით ერბილი, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ჩრდილოეთ ნაწილში უფრო მეტი მოსახლე ცხოვრობს ვიდრე სამხრეთში და ყოველთვის თითქმის იმის დაახლოებით 2/3 ხმას იღებდა ქურთისტანის პატრიოტთა ერთობა, რასაც იღებდა ქურთისტანის დემოკრატიული პარტია და ასეთი ასიმეტრია მიუღებელი იყო სულეიმანიასთვის, თალაბანების ოჯახისთვის და ისინი არ თანხმდებოდნენ, ასე ვთქვათ, ბარზანების დომინაციას ერაყის ქურთისტანში და შესაბამისად დღემდე, ასე ვთქვათ, არც პოლიტიკურად ქურთისტანის რეგიონი ერთიანი არ არის, არც პოლიტიკურად და არც სამხედრო თვალსაზრისით. დროთა განმავლობაში ეს ქურთული დაპირისპირება გადაიზარდა საგარეო ვექტორების სხვადასხვაგვარ აფილაციაში, როგორც ვახსენე, ბარზანების ოჯახი, აი ჩრდილოეთ ქურთისტანი უფრო აფილირდა შეერთებულ შტატებთან და თურქეთთან. ბარზანების ოჯახს აქვს საკმაოდ კარგი ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობა თურქეთთან. ერბილის რეგიონში მოპოვებულ ნავთობს ქურთები, ბარზანების ოჯახი ყიდის თურქეთში, ხოლო როგორც ვახსენე, სულეიმანიაში არსებული თალაბანების ოჯახი უფრო, ასე ვთქვათ, სავაჭრო ეკონომიკური კუთხით და უსაფრთხოების კუთხით დაკავშირებულია ირანთან და ეს კიდევ ერთხელ და მკაფიოდ გამოიკვეთა 2014 წლის შემდგომ, როდესაც აი ამ ერაყის ჩრდილოეთში შეიქმნა ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფო ქალაქ მოსულში და აქედან იწყება ქურთების დაპირისპირება აი ამ ისლამურ სახელმწიფოსთან, გამომდინარე იქიდან, რომ ისლამურ სახელმწიფოს ერთ-ერთი სამიზნე ჯგუფი გასანადგურებლად იყო კონკრეტულად ქურთები და მაშინაც კი აი ამ დაპირისპირებაშიც კი არც პოლიტიკური და არც სამხედრო გაერთიანება არ მომხდარა ქურთების და ეს ორი ჯგუფი ერთმანეთს დამოუკიდებლად ებრძოდა ისლამურ სახელმწიფოს. სულ ოფიციალური, ცოტა ხმამაღალი ოფიციალური სულეიმანია, მაგრამ სულეიმანიას არსებული თალაბანების ოჯახი ირანის რევოლუციურ გუშაკთან ერთად კოორდინაციაში ებრძოდა ქალაქ მოსულში ისლამურ სახელმწიფოს, ხოლო ერბილში ბარზანების ოჯახი შეერთებულ შტატებთან კოორდინაციაში ებრძოდა ისლამურ სახელმწიფოს. ანუ აქაც არ მომხდარა მათი, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ სამხედრო გაერთიანება და უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ქურთული სამხედრო დანაყოფები, ცნობილი სახელწოდებით ფეშმარგაც არ არის ერთიანი. ანუ ფეშმარგას ნაწილი დაქვემდებარებულია ერბილზე, ბარზანების ოჯახზე და მეორე ნაწილი დაქვემდებარებულია სულეიმანიაზე, თალაბანების ოჯახზე. ამ დაპირისპირების მიუხედავად, ქურთისტანის რეგიონის ნომინალურ მმართველად ითვლება ქურთისტანის დემოკრატიული პარტია, გამომდინარე იქიდან, რომ აი ამ არჩევნებში ის იღებს მეთხმას, ის მონაწილეობს ქურთისტანის საპარლამენტო ცხოვრებაში, ხოლო ასე ვთქვათ, ქურთისტანის პატრიოტთა ერთობა არ მონაწილეობს. შესაბამისად, ქურთისტანის დემოკრატიული პარტია ადგენს ქურთისტანის პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის თანამდებობას. მაგრამ მათგან განსხვავებით, სხვა უპირატესობა აქვს ქურთისტანის პატრიოტთა ერთობას, თალაბანების ოჯახს. მათ აქვთ კოორდინაცია და კომუნიკაცია ცენტრთან, ბაღდადთან, სადაც პოლიტიკურ უმრავლესობას ქმნიან შიიტური პოლიტიკური ჯგუფები, ირანთან აფილირებული ჯგუფები და შესაბამისად, როდესაც ხდება ერაყის პრეზიდენტის არჩევა და როდესაც ქურთულმა მხარემ უნდა წარუდგინოს კანდიდატები ოფიციალურ ბაღდადს ასარჩევად, აქ ყოველთვის იმარჯვებს ქურთისტანის პატრიოტთა ერთობის წამოყენებული კანდიდატი, გამომდინარე იქიდან, რომ ბაღდადში არსებული შიიტური პოლიტიკური ჯგუფები მხარს უჭერენ აი ამ თალაბანების ოჯახის კანდიდატს. იგივე რამ მოხდა წელსაც გაზაფხულზე, როდესაც საკმაოდ დიდი ხანი გაიწელა, ვერ შეარჩიეს პრეზიდენტი ერაყის და საბოლოოდ ისევ შეირჩა აი ქურთისტანის პატრიოტთა ერთობის წარმომადგენელი, ეს მე მგონი იყო აპრილის თვის მეორე ნახევარი. ეხლა დაუბრუნდეთ იმ ძირითად თემას, რითაც მე დავიწყე, რატომ არ მოხდა ქურთების თავდასხმა ირანზე. პირველი, რაც აღწერე ამ ხნის განმავლობაში, რომ არ არსებობს ქურთული ერთობა თავად ერაყის ქურთისტანში, არის, ასე ვთქვათ, აწლეულოვანი პოლიტიკური დაპირისპირება თავად ქურთებში ამ რეგიონში. მეორე, რაც ვახსენე ეს, რომ სულეიმანიას რეგიონი, რომელიც ძირითადად ესაზღვრება ირანს, რეალურად არის ირანის გავლენის ქვეშ და თალაბანების ოჯახს აქვს, ესე ვთქვათ, ირანული უსაფრთხოების ხოლგა. შესაბამისად, სავარაუდოდ ირანული უსაფრთხოების სამსახურები
აქტიურად ოპერირებენ ამ ტერიტორიაზე და არც თავად თალაბანების ოჯახს აწყობს რაიმე დაპირისპირებაში შესვლა ირანთან. ხოლო რაც შეეხება ბარზანების ოჯახს და ჩრდილოეთ ქურთისტანს, აი ყვითელ ზონას, რომელსაც ყვითელი და მწვანე ზონა ეწოდება, აი ორ გაყოფილ ტერიტორიას, მათ ასე ვთქვათ, ირანთან საზღვარი ისედაც მცირე აქვთ და ამ შემთხვევაში აქ საკმაოდ დიდი როლი ითამაშა თურქულმა მხარემ, რომ სავარაუდოდ თურქებმა ან ოფიციალურმა ანკარამ შეაჩერა, ასე ვთქვათ, ისეც არ ვთქვათ, რომ საკმაოდ ენთუზიაზმი და მონდომებულები იყვნენ ერბილში განლაგებული ან არსებული ქურთები ირანთან დაპირისპირებისთვის, თუმცა თურქულმა პოლიტიკურმა, დიპლომატიურმა მუშაობამ და უსაფრთხოების სამსახურების მუშაობამ პრაქტიკულად გადამწყვეტი როლი ითამაშა იმაში, რომ აი ესეთი, ასე ვთქვათ, ამერიკული სცენარი ირანის სასაზღვრო ზოლის დესტაბილიზაციის არ განხორციელდა. თუმცა აქ აუცილებელია ვახსენოთ ის, რომ შეერთებული შტატები ინსტრუმენტალიზებას ახდენდა არა ერაყელი ქურთების, არამედ ერაყის ქურთისტანში გადასული ირანული სეპარატისტული პარტიზანული ჯგუფების, სადაც არის სამი ძირითადი ჯგუფი. პირველი ეს არის ირანის ქურთისტანის დემოკრატიული პარტია, მეორე ეს არის ირანის ქურთისტანის თავისუფლების პარტია და მესამე ეს არის ირანის ქურთისტანის თავისუფალი ცხოვრების პარტია. თუმცა უნდა ვახსენოთ, არის კიდევ მესამე ესეთი ჯგუფი, რომელსაც ეწოდება კომალა, არ ვიცი, შეიძლება ეს არის ქურთული ტოპონიმი, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ეს ორგანიზაციები არ წარმოადგენენ რაღაც მნიშვნელოვან სამხედრო რაღაცა დაჯგუფებებს. დაახლოებით თითოეულ ჯგუფში წევრიანდება 1000, 1500, მაქსიმუმ 2000 ადამიანი. ანუ ჯამურად ეს სამი, ასე ვთქვათ, სეპარატისტულ პარტიზანული ჯგუფი რომ დავაჯამოთ, ალბათ ყველაზე ბევრი ეს იქნება 10000 ადამიანი ერაყის ტერიტორიაზე, რომელიც ასე ვთქვათ, შეფარული არის ერაყის ქურთისტანში, ანუ გადასულია ირანიდან. შესაბამისად, რაღაცა მნიშვნელოვან სამხედრო ძალას ეს დაჯგუფებები არ წარმოადგენენ. ესიც უნდა ვახსენოთ, მათ არც აქვთ სამხედრო კონფლიქტში ყოფნის პრაქტიკული გამოცდილება და ასევე უნდა ვახსენოთ ისიც, რომ თლიანად აი ომის განმავლობაში 28 თებერვლიდან მოყოლებული ირანი პრაქტიკულად უწყვეტად, ну ხა ყოველდღე არა, მაგრამ ყოველ კვირაში, ყოველ რაღაც ორ კვირაში ერთხელ თავდასხმას ახორციელებს აი ამ დაჯგუფებებზე ერაყის ტერიტორიაზე. მთავარი სამიზნე არის ეს ჩრდილოეთ ქურთისტანის რეგიონი, აი ერბილის რეგიონი, სადაც ამ დაჯგუფებების უმრავლესობა არის დისლოცირებული, თუმცა ერთი თავდასხმა განხორციელდა სულეიმანიას რეგიონზე, სადაც ერთ-ერთი სათაო ამ ორგანიზაციის გენშტაბი არსებობდა და განსაკუთრებით ეს თავდასხმები გახშირდა ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში. გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება, ასე ვთქვათ, არსებობდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ირანის დაპირისპირების მეორე ფაზაში შეიძლება, ასე ვთქვათ, აი ეს სცენარი, რომელიც არ განხორციელდა პირველ ფაზაში, აი მეორე ფაზაში გააქტიურებულიყო და აი ბოლო კვირების განმავლობაში ირანი აქტიურად ბომბავს აი ჩრდილოეთ ქურთისტანის რეგიონს, სხვადასხვა ხეობები, მდინარის ხეობები და მთებში არიან ეს დაჯგუფებების წევრები განლაგებული. ასევე ოფიციალურმა თეირანმა განაცხადა, რომ თუ კი ამ დაპირისპირების მეორე ფაზაში მოხდება აი ქურთი სეპარატისტების გააქტიურება და ირანის სასაზღვრო ზოლში დესტაბილიზაციური პროცესების დაწყება, მაშინ ირანი მოახდენს გარკვეულწილად ერაყის ქურთისტანის ტერიტორიაზე ბუფერული სივრცის შექმნას და უკვე ირანულმა მხარემ ერაყის ქურთისტანისა და ირანის საზღვარზე განალაგა ასე ვთქვათ, სამხედრო დაჯგუფებები, საკმაოდ ასე ვთქვათ, კონცენტრირება ხდება ამ სასაზღვრო ზოლზე ირანული არმიის. შეჯამების სახით შეიძლება ვთქვათ, რომ შეერთებული შტატები გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქურთულ სეპარატისტულ პარტიზანულ დაჯგუფებებს, რომლებიც არიან ასე ვთქვათ, გადასული ერაყის ქურთისტანის ტერიტორიაზე და შეიძლება ვთქვათ, რომ გადაჭარბებულ ფსონს ჩამოდის მათზე, ასევე როგორც შევაჯამოთ, თავად ერაყის ქურთისტანში არანაირი პოლიტიკური და სამხედრო მზაობა არ არის არც სურვილი დაპირისპირებაში შევიდნენ ირანთან და ისიც უნდა ვახსენოთ, რომ აი ეს სულეიმანიას რეგიონი და თალაბანების ოჯახი არის პრაქტიკულად, ირანის პარტნიორი რეგიონი
რომელიც არის ირანის ისლამურ რევოლუციურ გუშაკთა კორპუსის უსაფრთხოების ქოლგის ერთ-ერთი წევრი. შესაბამისად, როდესაც არ არსებობს ესეთი საბაზისო ტერიტორია, სადაც უსაფრთხოდ იგრძნობს ეს პარტიზანული ირანული ქურთული მოძრაობები, თითქმის შეუძლებელია მათი ოპერირება იყოს ეფექტური და ისიც არ უნდა გამოვრიცოთ, რომ ინფორმაციას მათ შესახებ შეიძლება თავად ეს თალაბანების ოჯახი აძლევდეს ირანულ მხარეს. დღეისათვის სულ ეს იყო, შეგახსენებთ, რომ მოიწონოთ და გადააზიაროთ ვიდეო, ასევე გამოიწეროთ არხი, სულ რამდენიმე ათეული გამომწერია 1000 გამომწერამდე დარჩენილი. ეს დიდი ვეზირია, მე შოთა თხელძე ვარ, დროებით.